მოგესალმებით მითხარ ხომ მე ვარ ლუკა ეს არის საბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი რომელსაც უყვარს და ინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ დაგვეწყო პოდკასტი და გაგვეზიარებინოთ თქვენთვის ისეთი რაღაცები რაც მნიშვნელოვანი მგონია. დღევანდელი ჩვენი მოთხრობა გახლავთ ხორხებული ბორხესის უკვდავი. და ვეცდებით უკვდავების იდეას შევეჭიდოთ და ეს ცნება ამ მოთხრობის მეშვეობით ამოხსნათ. სანამ ვიდეოზე გადავალთ პირველ რიგში გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩართეთ ხილაკი და ასევე კისას ლინკი არის აღწერაში და დაგვეხმარებთ რომ შევიძინოთ ტექნიკა ძალიან გჭირდება ყველაფერი და ძალიან დიდ მადლობას გეტყვით თუ დაგვეხმარებთ. ასევე გათამაშება გვაქვს, უცებ თქვა. გადიცილოთ. გამსახურდიას პირველი ტომი არის და ამ ტომში არის დიოსტატის მარჯვენა. დიოსტატის მარჯვენას ვათამაშებთ და იმისთვის რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ და მოიგოთ, უნდა დააკომენტაროთ, დაალაიქოთ და გამოიწეროთ ეს არხი. ხო, ეს არის რაღაცები. ხო, მოდი შევაჯამოთ, ეს იქნება ბოლო გათამაშება. ცოტა მე შეიძლება კიდე დავიწყოთ გათამაშებები, მაგრამ ეს რამდენიმე წიგნის გათამაშება რაც ვაწარმოეთ რამდენიმე ეპიზოდის განმავლობაში, ემსახურებოდა იმას, რომ უბრალოდ ლიტერატურის ცნობადობა აგვემაღლებინა საზოგადოებაში. ეს წიგნები გვაჩუქა ბიბლისგან გამოგვიგზავნეს მოკლედ და გავუწყდეთ რომ გაგვეთამაშებინა ამ მისნით. დასრულდა იქ გათამაშებების სერია და რა ვიცი მე, იმედი აქტიურობა არ მოიკლებს მაგის გამო რა. არ მოიკლებს. გამოჩნდით მფლობელები, შეიძლება გამოჩენილი იყოთ ამ ვიდეოს გამოშვებისას, მაგრამ მაინც გეუბნებით გამოჩნდით. აი, დავიწყოთ? დავიწყოთ. კარგი მოთხრობა. შენ რა ქვია? ბორხესზე პირველად წერთ. ესპანურ ენას პირველად დავწერთ, მაგრამ არცა ბორხესის დრო იყო უკვე რა, ჩემი აზრით და რატო ავერჩიეთ ეს მოთხრობა შენ ერთი-ორი სიტყვით თქვათ. ძველი თქვი თუ? რა ვიცი, ერთი ის არის რომ ჩვენ გვიყვარს ჰომეროსის გავლენის მქონე ავტორები და მაგიტო ეხა ბორხეს ყველაფერი წაკითხული აქვს რას კი დაწერილა ალბათ, მაგრამ ამ მოთხრობაში ძალიან იგრძნობა ჰომეროსი. ერთი მიზეზი ეგ იყო, მეორე ის იყო რომ გასახანს გაძლევს ძალიან. მოკლე მოთხრობა, ბორხესისთვის გრძელია, მაგრამ ისე ზოგადად მოკლე მოთხრობა. ბევრი მიზეზია რა. ჩემი აზრით, კაი სალაპარაკო იქნება. მე ძირითადად უკვდავების თემატიკასთან დაკავშირებულმა საკითხმა დამაინტერესა მოთხრობის გარჩევასთან დაკავშირებით რა და ვიფიქრე რომ მაგ უკვდავებაზე ლაპარაკი ძალიან კარგი გამოვიდოდა. ძირითადად ეგ იყო და სხვა შორის ვემზადებოდი, დავბოდი აქტივით და ადამიანებს ვეკითხებოდი უკვდავები იქნებოდით თუ არა მეთქი და კაი პასუხები ქონდათ 1-2 მერე ვიტყვი ლაპარაკოთ. ესა ორი სიტყვით თქვათ რომ ეს მოთხრობა არის რაზე? მოკლედ არის ერთ-ერთი ბუკინისტი თუ ანტიკვარი არის თარგმნილი ქართულში, ანუ ადამიანის შემგროვებელი და მიყიდის პრინცესას ილიადის ერთ-ერთ გამოშვებას, რომელიც არის მე-18 საუკუნეში 1715-20 წლებში გამოშვებული. და ამ ილიადას წიგნში თვითონ აღმოაჩენს ხელნაწერს და ამ ხელნაწერს ვკითხულობთ. და ხელნაწერში არის აღწერილი ადამიანის ისტორია, რომელიც რაღაცა იწყება ახალი წელთაღრიცხვით მე-3 თუ მე-4 საუკუნეში. იმპერატორ ადრიანე იყო, თუ სწორად მახსოვს, ადრიანეს დროს და შემოხვდება ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ ვეძებ უკვდავების ქალაქს, იქ არის რაღაც მდინარე, რომელიც უკვდავებას მოგვანიჭებს და მე ეს ადამიანი ეგრევე მოკვდება ცხენზე ამხედრებული. შემდეგ თავად თვითონ ვისაც მოუყვნე ამბავს, სახელი არ არის ნახსენები, გააგრძელებს ძებნას, მივა ამკვდავების ქალაქში, რაღაც ამბები გადახდება. შემდეგ მოკლედ არის ამბავი, როგორ რაღაცა საუკუნეების განმავლობაში როგორ ცოცხლობდა ერთი ადამიანი იმ მდინარეს მიაგნო და ბოლოს მიაგნებს მეორე მდინარეს, რომელიც ამ უკვდავებას ხსნის, ესე ვთქვათ, და ისევ მოკვდავი ხდება. ეგ არის ზედაპირული აღწერა ამ მოთხრობის. დეტალებში ჩავდებ. ბოლოს კვდება. ესე მარტივად რო. ბოლოს კვდება. წავიკითხოთ გინდა ისა პირველი აბზაცი, იმიტომ რომ ბორხესის დასაწყისებში დასაწყისები ყოველთვის საინტერესოა. წავიკითხო. ეს ხო ეპიგრაფი ხო წავიკითხოთ ბეკონიდან. კაი, მოკლედ ფრენსის ბეკონის პატარა ისა აქ რა ქვია ეპიგრაფი. პირდაპირ ქართულ თარგმანს წავიკითხო. არა არის რა ამ ქვეყნად ახალიო, უთქვამს სოლომონს. თუ კი პლატონის წარმოდგენით ყოველი ცოდნა მხოლოდ გახსენებაა, სოლომონის აზრით ყველა სიახლე სხვა არაფერია, თუ არა დავიწყებული ძველი. ფრენსის ბეკონი ესეები. აი ეს არის ეპიგრაფი. ეხლა წავიკითხოთ პირველი რაღაც ნაწილი რა.
1929 წლის ივნისი ახალი დამდგარი იყო, როდესაც ლონდონში სმირნელმა ანტიკვარმა ჯოზეფ კარტაფილუსმა პრინცესა დე ლუსენს პოუპის ილიადის მცირეფორმატიანი 6 ტომი შესთავაზა. პრინცესამ შეთავაზებული ტომები შეიძინა და ანტიკვარს რამდენიმე სიტყვით გაესაუბრა კიდეც. მისი თქმით, კარტაფილუსი, ანუ ვინც მიყიდა, ერთი გამომხმარი ცხოვრებისგან დაღლილი კაცი გახლდათ, გაწყალებული თვალებით, ჭაღარა წვერითა და სახის უჩვეულოდ მორღვეული ნაკვთებით. საუბრისას რამდენიმე ენაზე მეტყველებდა, თუმცა არასწორად. ფრანგულენიდან ჯერ ელვის უსწრაფესად გადავიდა ინგლისურზე. შემდეგ კი ერთმანეთში არეულ სალონიკური ესპანურისა და მაკაოს პორტუგალიურის უცნაურ ნაზავზე. ოქტომბერში კი პრინცესამ ხომალდ ზევსის ერთ-ერთი მგზავრისგან შეიტყო, რომ კარტაფილუს სმირნაში დაბრუნება განეზრახა, მაგრამ გზად გემზე გარდაცვლილიყო და კუნძულ იოსზე დაეკრძალათ. შენაძენს რაც შეეხება ილიადის ახალმა მფლობელმა ბოლო ტომში ინგლისურად დაწერილი, თუმცა ლათინიზმებით უხვად გაჯერებული ხელნაწერი აღმოაჩინა, რომლის სიტყვასიტყვით თარგმანსაც აქ შემოგთავაზებთ. ეს არის მოკლედ პირველი აბზაცი და მე იწყება პირველი თავი, მეორე თავი, მესამე, მეოთხე ესე გრძელდება რა. ჩემი აზრით ძალიან ბევრი ესელაპარაკო ამ შესავალზე. ხო, მაგაზე მე ბოლოსკენ გადავიდით. კაი, რა პირველ რიგში რითი უნდა დავიწყოთ მოკლედ რა? ეპიგრაფით ნამდვილად არა, იმიტომ რომ ეპიგრაფის პიესი სჭირდება ძალიან რა. სხვათა შორის ერთი უცნაური მოსაზრება მქონდა რა ვკითხულობთ. რატომ ხაც ძალიან დიდი განცდა მეუფლა იმისი, რომ ფრანკენშტეინის გადათამაშება მომევლინა რა. და იმისთვის რომ დამედასტურებინა მართლა გამოდიოდა თუ არა, ფრანკენშტეინში ხო ეგრეა რომ დასაწყისში ზუსტად ეგრე არის, რომ პირველი ერთი თავია და მე ვიყვება ვიღაცა დაჭრილი კაცის ამბავს გვიყვება, რომელიც აღმოჩნდება რომ მე რაღაცას ეძებდა, ვიღაცას ის, მაგრამ გავიგეთ, რეალად იქ ხო უკვდავ მონსტრს ეძებს ესეც უკვდავებას. და ანუ პრინციპი ანუ აგებულებითაც მიმამსგავსე რა და სხვა შორის მთლიანი ტექსტის პირველი ნახევარი ძალიან ფრანკენშტეინის გავლენა ჰქონდა ჩემთვის აგებულებითაც და შინაარსობრივადაც რა და მე ვთქვი, ხო ანუ ესე იგი ფრანკენშტეინში რა იდეაც არის სიცოცხლესთან დაკავშირებით მაგითი იწყებს ტექსტს მეთქი და მე უკვდავების ცნება შემოაქვს უკვე ადამიანური ვერსიად მეთქი რა მე ეგრე წავედი. და ნუ ფრანკენშტეინის დასასრული აქ იდეაში როგორც აქვს რა. ხო, ისევ რომ ის მთხრობელი რო ბრუნდება, ისევ მთხრობელი რა ვინც ისმენს იმ ამბავს, რომელიც მოთხრობელია. ეგ ის არის რა ქვია. კაი ასოციაციაა იმ გაგებით, რომ ჩემი აზრით ეს მოთხრობა რამდენიმე ლიტერატურულ ეპოქას მოიცავს. და პოსტმოდერნიზმით სრულდება მგონია, ოღონდ მაგაზე ჩემი აზრით ცოტა მერე ვილაპარაკოთ. ფრანკენშტაინის შემოყვანა იმიტოა კაი, რომ რომანტიზმით თუ იწყება და პოსტმოდერნიზმით მთავრდება, ბევრ რაღაცას გვეუბნება ეგ. ხო. მოდი ჯერ დავიწყოთ რაღაც ჩადებული ნაღმების კვანძების გახსნით, ხო, ან ნაღმების აფეთქებით. ერთი არის, რომ ეს არის სმირნელი ანტიკვარი. სმირნა არის თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე იზმირი, ანუ უკიდურესი აი თქვენგან დასავლეთი ნაწილი, სხვათა შორის იზმირში ნაყოფი ვარ ძალიან ბერძ, აი საბერძნეთი. ცეკვით ვიყავი და ზეთისხილის ხე დავრგე რა. მონაწილეობა მივიღე ამ სცენარზე, ძალიან ბერძნული გამოცდილება იყო კულტურულად, ძალიან. აი ხა ის იქნება, დიდი ბიჭი იქნება უკვე ეს ზეთისხილის ხე. ხო და მოკლედ ბერძნული ქალაქია. ერთი ეგ, მეორე ჯოზეფ კარტაფილუსი. და მოდი მთარგმნელის შენიშვნას წავიკითხავ რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რატომ მაინც და მაინც ჯოზეფ კარტაფილუსი. როგორც ჩანს, აქ ალუზია იოსებ კარტაფილზე, ქრისტიანობის გვიან შუა საუკუნეებში შექმნილი ერთ-ერთი ლეგენდის გმირზე, რომელმაც გოლგოთისკენ მიმავალ ქრისტეს ჩამოხვლისა და დასვენების უფლება არ მისცა, რისთვისაც მეორედ მოსვლამდე მარადი ხეტიალი ერგო წილად. ანუ აღებული აქ საროინზე რო ლაპარაკობდით ქრისტიანობას და ოდისევს აერთიანებსო, ზუსტად დაასვა რა. აი ისეთ ადამიანს მიაგნო, აი რა, ცოტა რომ იცის, სადღაც ეხა იმაში ამოიკითხავდა რომელიღაცა ენციკლოპედიის მერვე ტომის მეშვიდე თავში. ანუ ეს არის ქრისტიანული თქმულება, რომელიც ძალიან გავს ჰომეროს ოდისევსური პერსონაჟი, ამიტომ რომ მოგზაურობს, მეორე თავისთავად ქრისტიანული ლეგენდაა და ქრისტიანობიდან მოდის და მესამე არის რომ ძალიან გავს ასევე სიზიფეს. იმიტომ რომ მას დაევალა
ხეტიალი, ესე ვთქვათ რა. ოღონდ განსხვავება მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამას გამოცდილების დაგროვება შეუძლია, იმიტომ რომ თან კონკრეტული დრო აქვს, რომ მეორედ მოსვლა რო იქნება მორჩება რა. მანამდე იხეტიალი მიწადი. ხო და ამიტომ ესე არ არის რომ ლოდი 10-ო და რაღაც ამას პერსპექტივის საშუალება აქვს. როგორ ნატრობობს ახლა იმ მეურნეობას? ხო. მესამე კიდე ისი აღნიშნაც მინდა არის, რომ აი იმას რომ ამბობდი რა ქვია, ამას გამოცდილების საშუალება აქვს, თუ ეგ ჩანს რამდენი ენა იცის, ფრანგული ენა, ინგლისური, ოღონდ ესპანური კი არა, სალონიკური ესპანური, პორტუგალიური კი არა, მაკაოს პორტუგალიურის ნაზავი რაღაცა რა. ეგ ნიშნავს რომ უკვე გამოცდილება დაგროვებული აქვს და მთავარი რაც შესავალში კითხველმა უნდა დაიჭიროს ჩემი აზრით არის ის რომ რამდენ შრეს გვიკეთებს ბორხესი სანამ ტექსტამდე მივალთ. ერთი არის ის რომ ეს ამბავი არის მეორადი რას გულისხმობ. ენა პირველ რიგში არ არის ორიგინალი, თარგმნილია, აქ წერია რომ თარგმანიაო, მეორე მთხრობელი უკვე არ არის აქ, იმიტომ რომ ეს დაწერა კარტაფილუსმა და კარტაფილუსი არ გვიკითხავს, ანუ ვიღაცამ თარგმნა, რომლის სიტყვასიტყვის თარგმანსაც აქ შემოგთავაზებთო. ეს მეორე, მესამე არის რომ ილიადაში იპოვა, ესეც რაღაცა თითქოს ტექსტში ჩაშენებულს ნიშნავს. მეოთხე არის რომ პირველი თავი ნახე როგორ იწყება, რამდენადაც მახსოვს. უკვე ის ვინც წერს, ისიც იხსენებს. და მეხუთე ეს მთხრობელი საერთოდ სხვა ვიღაცაა, იმიტომ რომ გვიყვება რომ ეს კარტაფილუსიო შეხვდა იმასო პრინცესასო მიყიდაო და ეხაო მე შემოგთავაზებთ ამის თარგმანსო. ანუ ვიღაც მთხრობელი ყავს, ვისი არც სახელი ვიცით, არც გვარი ვიცით, არაფერი არ ვიცით და უბრალოდ საერთოდ რაღაცა უპიროვნო არსებაა, რომელიც გვიყვება ამბავს რა. და ანუ ძალიან ბევრ შრეს აკეთებს და ამით თითქოს კარგავს პირველ წყაროს რა. ხო, იქ ბორხესის ნაცადი ის არის, ხო? სადაც არის ზარება შუმ ვაგეს აკეთებს. რას ნიშნავს ეგ ვთქვათ? რატო აკეთებს რა? ბიჭო, განცდის დონემდე უნდა რომ დაიყვანოს ამბავი რა. იმიტომ რომ პირველ მთხრობელი რო ხარ, ნახე როგორი ელემენტია ჩემი წარმოდგენით ბორხეს მაგას აკეთებს, იმიტომ რომ აი ყველა მოთხრობაში ეგ ხდება მნიშვნელოვანი, სადაც ჩაშენებული აქვს შრეებად რა. რომ მთხრობელი, ანუ ვისაც გადახდა ეგ ამბავი საერთოდ სხვანაირად მოყვება. ვინცაც გადახდა ის, რომ ვიღაცას გადახდა ეგ ამბავი, ეგეც სხვანაირად მოყვება, ამიტომაც გჭირდება მესამე პირი, ანუ სუსუქვედა შრე გჭირდება. ვისაც ეგ ამბავი შორიდან შეეხო რა, ანუ მოსმენითად შეეხო ეგ ამბავი. მესამე თვალის პერსპექტივა გჭირდება, იმიტომ რომ ობიექტური იყოს ამბავთან მიმართებით რა. ანუ სიტყვაზე შენ რო შენ ამბავს მოყვებოდი, ხო სუბიექტური მიმართებით მოყვებოდი და ბორხეს ძალიან უნდა რომ სამყარო, ჯერ ბორხეს წარმოგვიდგენთ ხო ლიტერატურული სამყარო უფრო დიდია ვიდრე რეალური სამყარო რა და უნდა რომ ეგ ლიტერატურული სამყარო რომელსაც შექმნის ობიექტურად დიდი იყოს. ობიექტურად ყოვლის მომცველი იყოს და ვიღაცების სუბიექტურ მიდრეკილებებზე არ იყოს დაყვანილი რა მხოლოდ. და მან აქ თუ ეგ არ გააკეთე, ამ მთხრობის სტილში და ამ მოთხრობაში თუ ეგ არ გააკეთე, გამოგივა მაგას პირველ ყოფილი რომ იყვება რაღაცა სიგიჟე ამბავს რა. მართლა ეგ გამოგივა. იცი რა, მე ვიფიქრე რომ პირიქით ობიექტურობის პირველ წყარო რო ვთქვი, მაგას შეგვიძლია ობიექტურობაც ვიგულისხმოთ. მაგის დასაკარგად აკეთებს რა, რომ ანუ თითქოს ჩაიკარგოს, აი ის რაც არის რა ქვია, ის მახსოვს გამოცდაზე მოგვივიდა ბოდრიარის სიმულაკრების თეორია რაც არის, რომ პირველ წყარო რო იკარგება და მე რაღაც მეოთხე შრეს რო ეცნობი უკვე რა, ამბავი მოხდა, მე ამან მოუყვა ამას და იმის მონაყოლი ისი შენ. ხო და ეს ჩემი აზრით სუბიექტურობას კი ზენს, მაგრამ თითქოს ობიექტურობასაც ჩანს. შენ ამბობ ხა ამბავის ობიექტურობა თქვენ მაგას. ამბის სისრული, ანუ როგორც მოხდა რომ ის შემოყოლოს. ხო და ეგ რეალურად ამბავს. ეგ არ არის ობიექტურობა? მე ობიექტურობა არ მგონია უბრალოდ, თორე როგორ არის ობიექტურობა. მე ჩემს მნიშვნელოვანი არ არის ამბავი როგორ მოხდა. ჩემს მნიშვნელოვანია ამბავი როგორ მოიყოლება მერე. ანუ როგორ გამახსოვრდება ადამიანებს რაღაცები და არა როგორ იყო რაღაც. და ბორხესიც ანუ აქცენტი გადააქვს მაგაზე. ხო, აქცენტი გადმოგვაქვს იმაზე თუ ადამიანები როგორ მოყვებიან იმ ამბავს, რომელშიც არ მონაწილეობდნენ. აი ეგრე აკეთებს რა. ანუ ამბავთან მიმართება ობიექტურია, თვითონ ამბავი არ არის ობიექტური, მაგაში გეთანხმები. მაგაში მართალი ხარ. მაგრამ როგორც ყვები ამ ამბავს, ობიექტურად ყვები ამ ამბავს, იმიტომ რომ შენ არ გადაგხდენია. ანუ შენთან როგორც მოვიდა ეგ ამბავი, შენი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ქმნი ამ ამბის ობიექტურობას და ყვები. ხო, ოღონდ ეგ ძალიან თანამედროვე
ცხოვრების სტილია და ანტიკურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. და სპეციალურად მაგით ვაკეთებს, რომ და ჰომეროსთან პარალელს მაგით ავლებს, რომ კონტრაქტს გაჩვენებს, რომ აი ის არის ის ვინც ყვება და მე ვარ ის ვინც იმის მონაყოლის მომაკ შენთან. რეალურად ეს ტექსტი ხო ოდისეა? ხო, ოღონდ აი თუ გახსოვს, კი არა როგორ არ გახსოვს, რომ ვილაპარაკეთ ოდისეაზე, რომ ტირეზიასის წინასწარმეტყველება რომ წავა და მიწის ოდისეაც უნდა არსებობდეს, აი ეგ არის ეს მოთხრობა, რა ბორხესმა როცა აი ითხრა, ოპა, აბა რაღაცა ჩაიჭირა და მოდი ხა მე დავწე. ჩემი აზრით ეგ არის კი და თან მოყოლაში იმდენად შეცვლილია, რომ რთულია აღმოაჩინო, რომ მართლა ეგ არის. ანუ ჩვენ რო ოდისეა, როგორც ოდისეა წაკითხული არ გქონდეს, ვერ მიუხვდებოდით რომ ოდისეა. არა, ცხადია, ამ მოთხრობის გასაგებად ოდისეა წაკითხული უნდა ქონდეს. ხო რა, რომ დააკავშირო აუცილებლად რომ აღმოაჩინო ეს მოთხრობა ოდისეა უნდა იცოდე რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესე ვფიქრობთ რა, ვიცი ხა, ჰომეროსზეა და კაი, ვისმენთ შეამჩნევით. მე მომწონს ის დეტალი ძალიან ენებს რო ურევ შენ კარგად აღნიშნე ეს მრავალნახული ხო, ანუ წერალი ხო თვითონ არ გეტყვის მრავალჭირნახული კაციო რა. როგორღაც ხომ უნდა მიგახვედროს, ანუ მაგრამ მრავალჭირნახული რო დაწეროს პირდაპირ უკვე copy paste გამოსდის რა. და უნდა დაგიწეროს რამენაირად რომ მიგახვედროს და აქ არის რომ ჯერ ანუ ჭაღარა წვერითა და სახში უშუალოდ მორღვეული ნაკვთებით და მე ანუ ენას რო ვერაფერს. ხო, კი. და ეგ დეტალი მომეწონა ძალიან და თარგმ ის რომ აქ უკვე ბორხესის ტექნიკური ის არის სიძლიერე რომ ჯერ გვეუბნება რომ მრავალ ენაზე იყო მოყოლი და თარგმნაო და შენ უბრალოდ კითხვა უნდა წარმოვიდგინო რომ რამდენი სხვადასხვა ენიდან მოიწია იმ რაღაცას ანუ შერწყმა და თარგმნა და საღოლ რა. ხო, კი ბატონო. აი დასაწყისში აქ მე არ ვიცი რომლის დასაწყისები უფრო მომწონს რეალურად მარკესის თუ ბორხესის. იმიტომ რომ სულ ვიჭედები მაგორ შორის რა. მაგავანან ძალიან ერთმანეთს. კი. კაია იქ. უნდა აღინიშნოს ის რომ კიდევ ერთი რაც ვთქვით რომ აქ როგორც კარტაფილოს ზეკნა ეგრე აკეთებს პირველი თავის დასაწყისში. ჩემი ტანჯვა ასკარიბჭიანი თებეს ერთ-ერთ ბაღში დაიწყო. მოგზაურობას აწყებინეს პერსონაჟს ბაღიდან მაგას ეხა ძალიან არ დავიწყებთ ლაპარაკს რას ნიშნავს და როგორ ნიშნავს. უბრალოდ უნდა აღნიშნო რა. კაი, მე მაგ ისინი აქვე რაღაცა გადაკეცილები. თუ გინდა ეგრე გავყვეთ, მოდი როგორ ვქიცი. ცოტა ხანი ერთი შემდეგი 15-20 წუთი ველაპარაკოთ ეგრე. ხო, და მე გავშალოთ ზოგადად. და მე უკვდავების ცნება ჩავაჭიროთ და ჩავაჭიროთ რა. კი ბატონო. კი ბატონო. პირველი არის რომ ანუ როდესაც უკვე ეს მთავარი პერსონაჟი მიდის, მიაგნებს უკვდავების ქალაქს, ჯერ უნდა გაიაროს ლაბირინთი. ხო? ბორხეს ძალიან უყვარს ზოგადად ლაბირინთები. სარკე უყვარს ძალიან ლაბირინთები, რაღაცა ხშირად გვხვდება მის მოთხრობებში მსგავსი, რაღაცა იმეორებს, ხო? ერთ-ერთ იმაში წავიკითხე, აი აგერ მიწერია. რექს ბატლერი არის ავტორი. თუ ვინმეს გაინტერესებთ, ლაბირინთი მიწის ზემოთ უფრო დამაბნეველი და გზაკვალის ამრევია, ვიდრე ლაბირინთი მიწის ქვემოთო. ლაბირინთი მიწის ზემოთში ცხადია უკვდავების ქალაქი იგულისხმება. ძალიან საინტერესოა, რატო არის ეს ქალაქი ესეთი, როგორიც არის. აი აგერ წერია, რომ წარმოიდგინეთ ვეფხვისა და ხარის სხეული, რომელშიც გულისამრევად გადახლართულა ერთმანეთის მოძულე ეშვები, ნაწლავები და თავები. აი დაახლოებით აღწერილობა იმ ქალაქისა. ანუ ეხლა რო არ ვიცოდეთ რაზე ვლაპარაკობთ და მარტო ეს ნაწყვეტი რო წამეკითხა, მე ვიფიქრებდი რომ რაღაცა აი ნაომარ ავღანეთს აღწერენ მეთქი რა, არა და არის აღწერა უკვდავების ქალაქისა, რომელიც არის დაცარიერებული. და წერს რომ ღმერთები, რომლებმაც ეს სასახლე ააგეს, დაიხოცნენ. ხო და რატო არის ჯერ ეს ერთი ამხელა ქაოსი, მეორე ასეთი გაუცხოება რატო აქვს ამ პერსონაჟს შიგნით შესვლისას და მესამე ზიზღი რატო აქვს. არა მარტო გაუცხო, ანუ ვერ იტანს რა, აი რაღაცა ყოფითი აუტანლობა აქვს, ვერ ჩერდება იქ. პირველ რიგში მე ზოგადად მაგ მოთხრობასთანაც რო ვკითხავდი და ამ კაცის დამოკიდებულებასთან, ქალაქთან და ზოგადად ეგეთ რაღაცებთან მიმართებით. ეგეთი ჩემი წამოდგენით არასწორი მიხვედრა მქონდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გავყევით, იმიტომ რომ ვერ შევძელი. მე მეგონია ეგეთი რაღაცა, რომ იმისთვის რომ უკვდავებას ეზიარო, ყველაფერი უნდა გქონდეს ნანახი. იმიტომ რომ უკვდავების მზიარების მერე იმდენად ყველაფერს ნახავ, რომ ყველაფერი თუ არ გაქვს მაგამდე ნანახი ვერ გაუძლებ.
და აი გარი ეგ ქალაქი. მისთვის რეალურად ეგ ქალაქი ხო ჩემთვისაც და იმ ადამიანისთვისაც იმიტომ არის ესეთი ამაზრზენი მოცემულობის, ამაზრზენი ბჭყალებში მოცემულობის, რომ მას ესეთი რაღაც არ უნახავს, არ გამოუცდია, არ შეხვედრია. ეს არის ყველა მისი ცალკეული გამოცდილების ნაზავი, რომელიც ერთად არასდროს გამოუცდია. და უკვდავება ხო რეალურად, უკვე რა უსასრულობა, ხო რეალურად მაგას აკეთებს. თავიდან ქმნის ცალკეულ მოცემულობებს და დროთა განმავლობაში ამ ცალკეულ მოცემულობებს ერთ დიდ მოცემულობას ქმნის. აი როგორც სხვადასხვა ცხოველის ტანს იღებს და აერთიანებს. ანუ რეალურად მან თან მინიშნება იმაზე, რომ ცხოველებიც რო უკვდავები იყვნენ, ეს ცხოველები საბოლოო ჯამში ერთმანეთს შეერწყმებიან და შექმნიან ერთ მთლიანობას. და რეალურად ეს ფრაზა ძალიან მახინჯად რო ვთქვათ, რეალურად გულისხმობს იმას, რომ ყველა ერთია, ყველაფერი ერთია. ერთი რაღაცის ნაწილი ვართ ყველა რა. უბრალოდ ის დეტალი რომ ერთი რაღაცის ნაწილი ვართ ყველა ჩვენ არ შეგვიძლია რომ აღვქვათ რას ნიშნავს ვიზუალურად. მაგიტო გვიქმნის ეგეთ წარმოდგენას. მაგიტო არის მთლიანი მოგზაურობის პროცესი ეგეთი ამაზრენი, მაგიტო არის ის ხალხი ვისაც ხედავს იქაური ხალხი. ეგეთი ამაზრენები. იმიტომ რომ მას არ შეუძლია იქამდე წარმოიგინოს ეგ მოცემულობა. ხო, მაგრამ მაშინ უკვდავები რატო წამოვიდნენ? ანუ ღმერთებმა რატო დატოვეს ეს ქალაქი? გავიგე რომ ადამიანები მოკვდავები რო ვართ და რაღაცა იქ ჩვენთვის უცხოა და შესაძლოა მაგიტო ვერ იტანს, მაგრამ ეგ ქალაქი ვინც ააშენა, იმანაც ვერ აიტანა და გადაწყვიტა რომ წამოსულიყო. ხო და ეგ ძალიან უცნაურია. არა მოიცა ეგ ქალაქი ეგერთად იქცა იმის მერაც ისინი წამოვიდნენ. ხო, ანუ ფაქტია რომ იქ ყოფნა მათ აღარ უნდათ. ხო, იდეალურ ქალაქში ყოფნა არ უნდათ და არა მახინჯ ქალაქში. მე ეგრე მახსოვს ეგრე იყო. ჯერ იყო რომ აქ ღმერთები არიან და არის იდეალური ქალაქი, მე ღმერთები მოდიან და ეს ქალაქი ემსგავსება მაგას. ანუ რეალურად წესრიგის ელემენტი ამოდის. მე ჩემი მოსაზრება მაქვს ისინი რატომ მოდიან იქიდან. უბრალოდ ეგ უკვდავების ელემენტს ეხება რა. თუ გინდა მე ვთქვა, თუ გინდა ეხა ვიტყვი. თქვათ ხანაც მივადი. შევი წარმოდგენით უკვდავება იმათ უნდათ რომ განიცადო ღმერთებს, ეგეც ახს ღმერთებს, ბერძენ ღმერთებსაც და მერეც მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ უნდათ განიცადონ მდგომარეობა, სადაც არიციან რომ სიკვდილი არსებობს. თუ უკვდავება არ არის ეგ მოცემულობა, უკვდავება არის მოცემულობა, სადაც იცი რომ სიკვდილი ვერ შეგეხება. და ის საპირისპირო მოცემულობა, სადაც არიცი უკვდავება რომ არსებობს. ცხოველური მდგომარეობა რეალურად, ცხოველებმა არიციან რომ სიკვდილი არსებობს. იმდენად მიმზიდველია და იმდენად არასდროს გამოუცდიათ, რომ მე მგონია რომ უნდათ რომ გამოეცადათ. და მაგიტო წამოვიდნენ. რატო დათმობ უკვდავებას ადამიანი? არა იმიტომ რომ მოკვდე, ან სიცოცხლე დაასრულო, არამედ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ან პირველად განიცადო ის რომ სიკვდილი არ არსებობს. საინტერესოა. ეგ ისეთი ამბავია რა. ერთ ამბავს მოყვები უცებ რომ ჩემ მეგობარს ვეკითხები რომ უკვდავი იქნებოდი მეთქი? არა მეუბნება რა. არა ან რაღაცა უცნაური სახის ლაპარაკი წავიდა იქ და მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ ჩემთვის უკვდავება ის არის, რომ ოდესღაც მიჯირითიაო. ის კი არა რომ გამოდმებით ჯირთობდე რაღაცა. მე რომ დავფიქრდი, მისი პასუხი იყო, აი გენიალური პასუხი არის რეალურად რა პასუხიც გამცა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი. და მე რომ დავფიქრდი კიდევ უფრო მეტად, იმასაც მივხვდი რომ მე თვითონ რომ ვფიქრობდი უკვდავება, მინდა თუ არა მეთქი და რა არის მეთქიკვდავება. მე თვითონაც ვერ მივხვდი საკუთარ თავს რას ვეკითხებოდი. ვერ ხვდებოდი საკუთარ თავს რას ვეკითხებოდი. იმიტომ რომ აი ეგ ჯირითის ელემენტი თუნდაც სრულიად დაცლილია სიკვდილისგან. ანუ მაგ მომენტში არანაირი განცდა არ არსებობს იმისი რომ მოკვდები. ეგეთ ჩემი აზრით იდეალური პასუხი გაქცა. ხო, იდეალურია, მაგას რომ იდეალური პასუხი. უბრალოდ ის ვერ მიხვდა რომ იდეალური, ну კი მიხვდა რომ რას კონტექსტში ვკითხე, იმ კონტექსტში იდეალური პასუხი გამცა, მაგრამ პიროვნულად რომ მისთვის იდეალური მდგომარეობის მიღწევა შეძლო ოდესღაც და ეგ მდგომარეობა სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ცხოვრების ბოლომდე გასტანოს. თუმცა იდეა მაგას ხვდება, ეგ ადამიანი ძალიან გამიხარდება თუ ხვდება. მე ხა ბორხესის პირად გამოცდილებას მოვიყვან, რომელიც გავს შენი მეგობრის პასუხს. ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ეს მოთხრობა არის 47 წელს გამოქვეყნებული და 10 წლით ადრე, ან 27 წელს, ან 39 წელს ბორხეს აქვს დაწერილი ესე მარადისობის ისტორია ქვია. და იქ აღწერს სხვადასხვა მოაზროვნეები როგორ განიხილავდნენ მარადისობას, მათი აზრი და ბოლოს თავის აზრს გვეუბნება, რომ რა არისო, ჩემი აზრითო რა. და
ცხადი ამბავს გვიყვება ესე არ წერს რომ რაღაცა პასკალმა თქვა ეს ამან თქვა ეს და მე ვამბობასე არა მე ხა მოგიყვებით ამ ასეთ რაღაცას ხო და ამბობს რომ ერთხელ საღამოს გავედი გარეთ ქუჩაში ვსეირნობდი ოღონდ შეირნობდი არა რაიმე მიზნით არამედ უბრალოდ ხეტიალობდიო რა ანუ უმიზნოდ დავდიოდი აქაც რაღაცა ქაოსის ის შემოდის და აღმოჩნდა რომ მივადექი ერთ-ერთ ქუჩას გარეუბანში და იქ დავინახეო კედელი რომელიც იყო ვარდისფერი შეფერილობისო და ძალიან უცნაურ გამოცდილებას ყვება სხვათა შორის და ძალიან მარტივია, მაგრამ ნუ მე რასაც ხსნის ეგ გასაგებია. და ამბობს რომ ეს კედელი რო დავინახეო მეგონაო რომ ანუ გავიფიქრე რომ ეს კედელი 30 წლის წინათ ზუსტად ესეთი იყო და მე მეგონაო რომ 1800 რომელიღაცა წელში ვიყავიო რა. აი ეგეთ რამეს ამბობს და მეთქი და მანდო მქონდაო ეგეთი განცდაო რომ თითქოს მე ამოვარდი დროის დინებიდანო და ორი მოვლენა 30 წლის წინანდელი და აეხანდელი ეს რაღაცა ორი წერტილი ერთმანეთში შეიკრა ისე რომ ამოხტა დროიდანო რა და მანდ მივხვდი რომ არა ჩემი ინტელექტით და გონებით არამედ რაღაც განცდით შეიძლება რომ უკვდავების გრძნობა შემოვიდეს შენშიო და მე რო კითხულობთ უკვე ამ მოთხრობას 10 წელია გასული ამ ესეს დაწერიდან და რატომღაც აქაც ორი წერტილი უკავშირდება ერთმანეთს ერთი მდინარე როცა უკვდავებას იღებს მეორე მდინარე როცა მოკვდავი ხდება ანუ დაახლოებით პირად გამოცდილებას ძალიან გავს რა მარტივად რო თქვა რაღაც ორი მომენტის გაერთიანებაზეა საუბარი შენი მეგობრის პასუხი ჯდება ბორხესის მარადისობის დეფინიციაში იმიტომ რომ განცდის მიერად აღიქვამს აშკარად უკვდავებას ხო კი მე უბრალოდ მაგას უკვდავებას არ ვეძახი კაი მაშინ ეხა დავამატოთ შენი ისი რა ქვია ეგრა უცნაური ძალიან შედი განაცხადია მე არ ვამატებ ვერ დავამატებ ფიზიკურად ბორხესთან ვერაფერს უბრალოდ მე უკვდავებას იმიტომ არ ვეძახი რომ უკვდავების იმისთვის რომ იცოდე რომ უკვდავი ხარ უნდა იცოდე სიკვდილი რა არის უბრალოდ უნდა განიცდიდე სიკვდილის არსებობას მოიცა პირიქით არ თქვი არა სიკვდავება ნახე ორი სახის უკვდავება არსებობს ჩემ წარმოდგენაში რა არსებობს მოთხოვნილი უკვდავება და არსებობს დე-ფაქტოკვდავება მოთხოვნილიკვდავება არის მაშინ როდესაც განიცდი რომ სიკვდილი არსებობს და გადაწყვეტ რომკვდავი იყო დე-ფაქტოკვდავება არის მაშინ შეიძლება მოკვდავი იყო შეიძლება მოკვდე ნებისმიერ წამს მაგრამ ის ელემენტი რომ შენ გონებაში შენ წარმოდგენაში არ არსებობს სიკვდილი ნუ შეიძლება არსებობდეს რაღაცა ცალკე მოცემულობად სიტყვაზე როგორც სპლიყვი არსებობს რა სადღაც საჰარაში მეთქი ინდოეთში მიდი აზრი არ გამოწყდა ხო იგი ეგორია რა თუ უბრალოდ რაღაც მოცემულობად იცი რომ აი სიკვდილი არსებობს იარსებობს ჩანდაბას მე რავი რა ვარსებობ და მიდი მივხრივ ჯირითო გამანებით ხალხო თავი რა ის სიკვდილი არსებობს და აი ეს მეორე სახის სიკვდილის არარსებობა უფრო მიმზიდველია ჩემთვის ვიდრე ის რომ კლავება მინდა იმიტომ რომ მოკვდები აი თუ კლავება მინდა იმიტომ რომ მოკვდები კლავება არ მინდა მადლობა ვიცხოვრებ მაცადე რატო არ გინდა გავი არ მინდა მაგაზე თავხედური პასუხი რო გაქცე იქნებოდა ის რომ მე ისედაც უკლავი ვარ ბატონო გალაგდიო ეგრე არა რაც შევქმენი და დავტოვე არა იმიტომ რომ რავი ხო გეუბნები რომ დავფიქრდი ხო განსაკუთრებით ხო იმიტომ რომ დავფიქრდი რომ უკლავი იქნებოდა თუ არა თქო მაგაზე პასუხი არ მქონდა არავითარი იმიტომ რომ რავი მე მივხვდი რომ ჩემ წარმოდგენაში სიკვდილი უბრალოდ რაღაცა მოცემულობაა სადღაც იქით რა ანუ ჩემ არსებობასთან კავშირი დიდად არ აქვს და ჩემ არსებობასთან რო კავშირი დიდად არ აქვს, ეგ იმას ნიშნავს, რომ დიდად არ განვიცდი მაგ ელემენტს. მაგ ელემენტს როცა არ განიცდი, მოკვდავების საკითხი საერთოდ არ გაგიხილება. ჩემი აზრით ეგ პირდაპირ დაკავშირებულია რამდენად კარგად გრძნობ თავს ზოგადად, რამდენად ბედნიერად გრძნობ და რამდენად კომფორტულად ხარ მეში. არ ვარ დარწმუნებული რამდენად იმიტომ რომ შენ თუ განცდა გაქვს რომ უკვდავი ხარ მაშინ დაულაგებელი ვერ იქნები შიგნით. აი ამ მომენტში მაგარი არეული ვარ, მაგრამ მაინც უკვე მგონია თავი. ვიცოდი მაგას რომ ეტყოდი. მაინც უკვე მგონია თავი.
კარგი, ვნახოთ ერთ 60 წელიწადში. ნახოთ. კაი, ბოდიში უჩვენებთ რა, მაგისტვის ის კი არ გჭირდება რომ რაღაცა მეიპოვო და კარგად იყო რა. მაგისტვის გჭირდება ერთი წამი, ანუ სიცოცხლეში შენ არსებობაში არსებული ერთი წამი, რომელმაც განგაცდევინა რომ არსებობ. ხო და ეს არის ბურხეში ხო, ანუ ეს უბრალოდ მკვლევარს ეძახის და მე მკვლევარს არ ვეძახი მაგას მეთქი, თორე იგივე იგივე ერთაზე ვარ. ხო, ანუ რაღაცა მინდა რა, ორჯერ შევიდა ერთ ფინალში. ხო, ზუსტად. ხო. ეგ არა, მაგარია. და აქაც ორჯერ შედის. პრინციპში აქ შედის ხო, ზუსტად. იმის თქმა მინდოდა რა ქვია. უკვდავებს როგორ აღწერს რა. ნახე, წავიკითხავ. შევეცადე წარმომედგინა სამყარო, სადაც არც ხსოვნა არსებობდა და არც დრო, ანუ რაც ვილაპარაკეთ ახლა პირდაპირ, ხოლო ენას არსებითი სახელები არ გააჩნდა. ჰქონდა მხოლოდ უპირო ზმნები და ბრუნების უნარს მოკლებული ზედსართავები. ასე მიჰყვებოდა დღე-დღეს, წელი-წელიწად, სანამ ერთი დილით არ მოხდა ის, რაც ძალიან გავდა ბედნიერებას, გაწვიმდა. ანუ ენის ფენომენი შემოყავს, რაც მინდა რომ კიდე ერთ მის ესეს დაუკავშირო. ანუ ის რომ ენიდან ამოაგდებს დროის ცნებას და ბრუნების ცნებას, ეგ ნიშნავს რომ იზღუდავს აზროვნების დიაპაზონს. თუ აი იმას აქ რაღაცა ვიდეო შემოხდა ძალიან ადრე იმის დავით გოგიჩაიშვილის და რომელიღაცა ტომზე ყვებოდა არ მახსოვს ეგ ანთროპოლოგიაში გავიარე თუ იმ კაცისგან მახსოვს, მაგრამ მოკლედ აი ეგეთი ამბავია რომ ერთ-ერთ ტომზე ყვება, რომელსაც არ აქვს იმაზე რა ქვია დროითი დრო ენაში რა მოხდებოდა რომ what would have happened if აი ეგ და მაგით ხსნიდა ბედნიერების ინდექსის მაღალ დონეს რა. ეგ ნიშნავს იმას რომ კიდე სხვათა შორის ანთროპოლოგიიდანაც მახსოვს რომ გავიარეთ ისეთი ტომები რომლებთაც არ აქვს წარსული დრო რა. ლინიური დროის ახმა რა. ხო, აი ზუსტად, აი ეს ეგ ხაზი რო წარსული აწყვეტა მომავალი ეგ არ აქვს რა. ხო და ეგ ნიშნავს იმას რომ ფიზიკურად ვერ აზროვნებენ ეგრე. იმიტომ რომ ჩვენ ვაზროვნებთ ენით, ენა არის ჩვენი ყოფიერების სახლი და შესაბამისად ეგ ფენომენი რო ვარდება, მაშინ მაგაზეც ვეღარ ფიქრობ. ანუ ამით ეხა ბორხესი გვეუბნება იმას, რომ იმისათვის რომ ჩვენ ამ განცდას რაღაცნაირად მივუახლოვდეთ, საჭიროა რომ ენობრივად შევიზღუდოთ ჩვენი თავი? ხო. მაშინ ეს კიდე გვაახლოვებს იმ ესესთან, რომელშიც ამბობს, რომ გრძნობაზეა მიბმული უკვდავება და არა ინტელექტზე და ემოციებზე მიყავს რა. ეხა იმას როგორ უკავშირდება, რა ქვია. მეორე ესეს. ამ ესეს ქვია პიროვნების არარაობა, ეგრე nothingness of personality, ეგრე ქვია ინგლისურად. ხო, აქ ამტკიცებს მთელი ესე, რომ არ არსებობს მე. There is no whole self. არ არის მთლიანი მე, როგორც ესეთი და ბოლოს ამბობს, რომ the self does not exist. ანუ საერთოდ არ არსებობს მეო რა. და ამის იმად რა ქვია, ერთ-ერთ არგუმენტად მოყავს ენა, რომ რეალურად ეს არის ილუზია, რომელსაც ქმნის მოგონება, რომელიც თითქოს რაღაც აი ამ განგრძობით ის ილუზიას გვიხსნის, რაღაცა მოგონებები გვაქვს და გგონია რომ ისიც მე ვარ, ისიც და აი ეწყო ერთი ღერძი. მეორე არის ენა, ხშირად რო ვიყენებთ სიტყვა მეს, ეს ენა აშენებს რაღაც იდეას ამ მეს უკან, რომელიც ჩვენი პიროვნების გამსაზღვრელი ხდებაო. და მესამე არის გამოცდილებების რაღაცა ფრაგმენტები, ну ესეც შეგვიძლია მეხსიერებაში გავიყვანოთ რა. და ეს ეხა მარტო ამ წინადადებას კი არ უკავშირდება, მთლიან მოთხრობას უკავშირდება, იმიტომ რომ ეს პერსონაჟი აშკარად ერთი ტიპია რა. ოღონდ ისიც იყო, ვინც ინგლისში იბრძოდა, ისიც იყო, ვინც რომის იმპერიის დროს რაღაცა ჯარებს მეთაურობდა და ისიც არის, ვინც დღეს სადღაც სმირნაში თუ რა ვიცი მოკლედ რა. ერთი და იგივე ტიპია. მაგრამ ამას შეიძლება ლიტერატურის ავტორებზეც მოვარგოთ, მაგრამ ერთი წუთი ჯერ ზოგადად მეზე. ну ფაქტია რომ ამის ჯეროდა, იმიტომ რომ ესე აქვს დაწერილი რა ამაზე რა და ამტკიცებს რომ მე არ არსებობს. ეგ ძალიან ის არის რა ქვია. კაფკას გავს ძალიან რომ რაღაცა მე რო არ არსებობს, ოღონდ იმას აქვს ცოტა ბიჭო იმის ავანტყოფური ის ტირის მოდის ხო, მაგალითად ტირის და ამას უხარია ხო ზუსტად. რომ აი მე არ არსებობს და უნდა აღვიქვათ სამყარო
ალბათ რაღაცა სრულ ნაწილად, რაც შენ თქვი 1.15 ზუსტად. და ეგ არის ძალიან გავს ინდურ ფილოსოფიას და იქედან წამოსული. ხო, აი აგერ ზითარტა რო გვიდეს, აქ არის ზუსტად, რომ პერსონაჟი რო ცდილობს რომ რაღაცა მიემართოს სამყაროს რა. ხო, ეგ აუცილებელი რეალურად მამაშივე თანხმები ვარ ხესმე ძალიან რა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი ვარ, მაგ სოფლდოლობით დასავლელი ვარ. ხო. როდესაც უკვე მართლმთლიან მოდელირებაზე გადავდივარ სამყაროში, მე ზუსტად ესე აღვქვამ რა, არ არსებობს მე, არსებობს მხოლოდ სამყარო თავისი სისრულით. და ერთადერთი რაც შეიძლება რომ მე ჩათვალო, რა წამით შეიძლება მე ჩათვალო, არის ის წამი, როდესაც განიცდის სამყაროს ან სამყაროს სისრულეს. და ეგ არის წამი უკვლავების. ანუ შენ რო ხედავ ვარდისფერ კედელს, მთლიანად რო ერწყმება ან ცხენზე რო ზიხარ და ჯირითობ და შენ რო ხარ ერთ არსებად და სრულად რო აღიქვამ ყველაფერს და არა ის რომ მე ხა საბავარ და ვზივარ და მე მივდივარ არა ეს ენაში ვერ გადმოვცემა იქ ხედავ რომ ენაში მაგას ცოტა ისე გლეხურად რო ვთქვა გამოდის ის რომ ჯირითი ჩენ ხარ და სადაც ჯირითობ ეგეც ჩენ ხარ და რაც ხდება ისიც ჩენ ხარ და რაც არ ხდება ისიც ჩენ ხარ ოღონდ რაც არ ხდება ეგეც მნიშვნელოვანია რომ შენ ხარ ეგ ხა ცოტა ძალიან ფილოსოფია, რასაც მე ვერ მივყვები, არ გამიხავ ფილოსოფია ვაფშე. მაგრამ ხო, ანუ სამყაროს სისრულის ნაწილი ხარ და არა სამყაროს სისრულე შენი ნაწილია. დასავლელები აღვქვამენ, რომ სამყაროს სისრულე მათი ნაწილია. აღმოსავლელები აღვქვამენ, რომ სამყაროს სისრულის ნაწილები არიან. სხვადასხვა დასავლეთში არის ვიღაცები, ვინც პირიქით, აი მაგალითად ფიხტე აღიქვამ და ოღონდ კანტის გავლენით, რომ რაღაცა მე რაღაცა საერთო და ჩვენ მაგის ნაწილები ვართ. ყოი, გამონაკლისები ყავთ რა თქმა უნდა. გერმანელებში მოკლედ არის ეგეთი. გერმანელებს ქონათ თავიანთი მიდრეკელებები, მაგრამ ძირითადად დასავლური კულტურა რაზეც აგებული, მაგაზე მესიდეაზე აგებული სრულიად რა. ხო. იმიტომ რომ ნუ ერთ-ერთი ამომავალი წერტილი ხო რეალურად ის არის რომ ქრისტეს უნდა მიბაძო როგორც მემ და არა როგორც საზოგადოებამ და ყველა მე თუ მივბაძავთ ქრისტეს მაშინ შევქმნით საზოგადოებას კარგს. ხო, ეგ ქრისტიანული არის კი. ოღონდ ნიჰილიზმში გადადის რა, ძალიან ბევრი გადადის. აი, იმიტომ რომ ისინი ვერ უძლებენ იმას რომ ბიჭო, აი მე მაგისი ძალიან ცხადად მწამს რა. რომ ამერიკელები იმიტომ უძლებენ, რომ ამერიკელები არიან იმ თაობის თავმოყრალები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულები რევოლვერებით დასდევდნენ ერთმანეთს. და პრობლემა არ ქონდა მაგაზე არავის. და ევროპელები არიან ის საზოგადოება, სადაც ვიღაცა 5-6 კაცი რაღაცა მიწას უყურებდა ზევიდან და ვიღაცას წყალში ბანაობის უფლებასაც არ აძლევდა. ანუ ფეოდალიზმის პროდუქტად ხედავ ნიჰილიზმს? კი. სრულიად ფეოდალიზმი. მე მგონი ინდუსტრიალიზმის უფრო არის. ფეოდალიზმი რო უეცრად გადავიდა ინდუსტრიალიზმში და ადამიანებმა ვეღარ მიხვდნენ იმ თავისუფლებას რა მოუხერხონ, რომლებიც მიეცათ რაღაცის მერე, აი ეგ არის. ანუ წამიგინე ხარ საზოგადოება. რა თავისუფლება მიეცათ ახლა. ახლა ძალიან მემარცხენე უდიდესი თავისუფლება იყო. რა, რომ არა, ცხადია ფეოდალიზმის დასრულება იყო, თავისუფლება რომ გათავისუფლდა. აი, ხო და ინდივიდუალურადაც უდიდესი თავისუფლება იყო. ეგ იყო ალბათ პირველი მომენტი, სადაც ადამიანებმა როგორც კოლექტიურმა საზოგადოებამ გაიაზრა ის, რომ არსებობენ. და უბრალოდ ვიღაცის რაღაცა ის არ არიან, იარაღი რო ეკონომიკურად გამდიდრდნენ, ვიღაცის იარაღი არიან და არსებობენ. ეგ პირველი მომენტი იყო. და მაგას როცა განიცდი ეგ ტრანზაქცია მეთქი. ანუ გადასვლა რო ეგრეთი ფორმით ხდება, ანუ რადიკალური ფორმით. უცებ წინა დღეს ესე ხდება და მეორე დღეს უეცრად ჯახდა. ნუ 50 წლის ამბავია რა. შიზახი კაცო. ეგრევე რომ შემოვიდა ის, ნავთობი რომ შემოვიდა, უკვე ბუმი დაიწყო. და მიდიოდა ანუ შენ ეგრევე ვერ გათავისუფლებოდი შენ რო ხმაიყავი ფეოდალისგან, ხო? ბევრი ჩალიჩი მაიცარდა, მე ვლაპარაკობ საფრანგეთი მაინც საფრანგეთი, ინგლისი ეგენი რა. გერმანიაც მათ შორის. ანუ შენ იძახი რომ ამერიკაში ვინც წავიდა მაგათ გაყვათ ის წესრიგი, რომელიც იყო ფეოდალური? პირიქით, მაგათ არ გაყვათ ეგ წესრიგი. მაგათ იბრძოლეს რომ ეგ წესრიგი მოეშორებინათ. ამერიკის რევოლუცია ხო რეალურად ფეოდალიზმის წინააღმდეგ რევოლუციაა. რანაირად? ფეოდალიზმი, ოღონდ ფეოდალიზმის უმაღლესი ფორმის წინააღმდეგ. მეფის წინააღმდეგ რევოლუცია, მეფის წყობის წინააღმდეგ, ფეოდალური წყობის წინააღმდეგ რევოლუცია, ამერიკული რევოლუცია.
არ ვიცი, და გეთანხმება რაში. აი. იმიტომ რომ მე ეგეთი არაფერი არ წამიკითხავს, რომ ანუ ეგეთი ინტერპრეტაციას არ გამჩენია თავში. ისინი რატო აჯანყდნენ ხალხი? რატო დაიწყეს რევოლუცია? ბრიტანული მართლობის წინააღმდეგ, ანუ ისინი თვლიდნენ, რომ ისინი იმსახურებდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ოღონდ როგორ? ბრიტანელები იმდენად ერეოდნენ. ეგ ერთ-ერთი მიზეზი იყო არა მარტო ეგ. ანუ როგორ საზოგადოებას წარმოიდგენდნენ მე ხო ეგ მნიშვნელოვანი მან რეალურად იმათ მაგრამ შეხედეს ანუ ჩვენ მარტო ის კი არ მარტო იმასთან კი არ გვაქვს პრობლემა რომ ბრიტანეთის მეფე ამას ვაზის თავზე. ის პრობლემაც გვაქვს რომ ბრიტანეთში ხა რაც ხდება მეფე რო აზით ამათ თავზე. და მეფე რო თავზე აზის და კიდე ვიღაცები რო სხვებს თავზე აზიან და მაგამდე რომ მაგარი რაღაცა გააკეთეს და ვერ გაყვნენ ბოლომდე. რევოლუცია რო ქონდა თვითონ ბრიტანეთში და ვერ გაყვნენ ბოლომდე. ბიჭო ის ხო არ არის რეალურად სწორი მიდგომა. ფეოდალიზმი არა, მეფე არა, შევქნათ კონსტიტუცია, შევქნათ სახელმწიფო, შევქნათ თანასწორობა, თავისუფლება. ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გამოდის ეგ რა. მაგრამ მე მგონი ძალიან გადაუხვიეთ. აი, მოიცა ხა რითიც დავიწყეთ, იქ დავბრუნეთ, იმიტომ რომ ის დამეკარგა. დასავლური და აღმოსავლური იდეა ესა სამყაროს საქმე. ხო, მეზე ვთქვით, რომ შენ თქვი რომ ამერიკელები ნიჰილიზმში არ გადავარდნენ, მაგრამ მე სახმა ქონდათ და ევროპელების რაღაც ნაწილი განსაკუთრებით მოდერნიზმში და მე-20 საუკუნეში აი ლოგიკურიც არის რა, იმიტომ რომ მე ძალიან მოდერნიზმი არის ძალიან ტრავმის მონტანი პერიოდი. ომების ამბავია. რაღაცა რეპრესიები ომებია. ხო, ძალიან ისა რა ქვია. აქ აღმოსავლეთშიც ძალიან სიგიჟე ხდება, იქით ასე ხო. ყველგან სიგიჟე ხდება მოკლედ რა. და ეგ ნიჰილიზმი ყველა დამახასიათებელია ეგეთი თაობისთვის რა. ძალიან ბუნებრივია. და ანუ ამერიკელებს ეგ იმიტომ არ შეეხოთ რომ ამერიკელები არიან. ხო, იმაზე რა. კაი არის რა, ეგ მეს იდეა რო. ხო, მეს იდეა მოკლედ ეგეთ რამეს. ენაზე მინდოდა მეთქვა რომ რაც უფრო და ის მე მგონი სიმულაკრიების თეორიაშიც ესია რა, რაც უფრო მეტ სიტყვას მოიფიქრებ რაღაცის აღსაწერად, უბრალოდ გამომდინარე სიტყვებს რაღაცა სიტყვიდან გამომდინარე რაღაცა სიტყვებს რაღაცის აღსაწერად, მით უფრო დაკარგავ რეალობის აღქმას. აბა რითი უნდა აღწერო? არა, თავისით. განცდით? ხო. ანუ არა ნახე სიტყვიდან თუ გამოიტანე რაღაც სხვა სიტყვა რო სხვა რაღაც აღწერე. ხო. და არა ისე რომ რაღაცა შევხედე და მოუფიქრე მას სიტყვა. ანუ ეგ ბრუნვის, ანუ რეალურად მე მომაბრო, ანუ გრამატიკიდან მე აი ბრუნვით და იმეებით რა დროის ხაზის აღქმით სიტყვიერად და რაღაცეებიდან ამას თუ შევარწყეთ და რაღაცას მივეცით შემდეგი სიტყვა, რაღაცა სიტყვა. დავკარგავთ იმის რეალურ აღქმას რა. რა მოცემულობაშია და რა განსხვავებებს იმით უნდა. ანუ ენას განიხილავ როგორც სიმულაკრას? ამ ფორმით რა ფორმითაც ინდუსტრიული რევოლუციის მერე ნელ-ნელა შექმნა კი? იქამდე არა. კაი, მაგრამ ვერ ხედავ ინდუსტრიულმა რევოლუციამ გავლენა როგორი ქონია ენაზე ეგრე, რომ ანუ მედიუმი აზრის სააზროვნო მედიუმში რო პრობლემა იქნება, აი მან დავიკარგე. მაგას რა სიძახიან? გასოციალურა. ენა? ანუ? ენა არ არის ჩემი წარმოდგენით და მესმის რომ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება ამაში. იმიტომ რომ ყოველთვის ყველა ამბობს რომ თუ რაღაცაზე არ შევთანხმდით, თუ რაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ვერ ვილაპარაკებთ რომ ამბობენ. მე მგონია რომ ორი ადამიანი საზოგადოდ რო არ შეთანხმდეს ერთ და იგივე რაღაცაზე, არამედ ინდივიდუალურად რო შეთანხმდნენ რომ მე ამას ვეძახი და ეს დავუწევთ. აი მანდი ვლაპარაკები. თორე ესე რომ დავდექით და ყველამ შევქმნათ ერთობლივად რაღაცა აღმწერი რაღაცეებიდან გამომდინარე ისევ და ისევ. აი მანდი კარგები რა და მაგისი მაგალითი აქვს იმას მოიმს აქვს, როდესაც აღწერს რატო არის ბრიტანული ლიტერატურა იმაზე უარესი ვიდრე ამერიკული. ბრიტანელები ყოველთვის ცდილობენ რომ ყველაფერი იმაზე რთულად აღწერონ ვიდრე აღსაწერია და ამას ცდილობენ რაღაც სიტყვები გამომდინარე სიტყვებიდან და დაკარგეს სიტყვების სიმარტივე. ამიტომაც ვიღარ ახერხებენ აღწერონ სამყარო ბოლომდე. შენ ენას რო გიწუნებენ რა, უცნაური ისა რა ქვია. ხო, მესმის, კი. მე ანუ ახლა ვიცავ იმ აზრს, რომ როგორ გითხრა? რო არსებობდეს სამყარო ისეთი კაცების როგორებსაც არ ადარდებთ, მოკვდებიან თუ არა? ოღონდ დადებითი კუთხით არ ადარდებთ, მოკვდებიან თუ არა? იმ სამყაროში არ იარსებებს არც ტექნოლოგია, არ იარსებებს არც გრამატიკა, არ იარსებებს არც ეკონომიკა
არ არსებობს არაფერი არც კანონი. არსებობს მხოლოდ აღებმიცემობა და იარაღები. ოღონდ ეს ყველა დადებითი მოვლენა იქნება ეს ორი. არ ვიცი ეგეთი საზოგადოება რამდენად. ხო, ვერი ფუნქციონირებს გასაგებია. უბრალოდ ეგეთი იქნებოდა ეგ საზოგადოება. კაი. აი, ბოდიში ეს საზოგადოება. ხო, ეს იმდენად დიდი ხანია მანდარიან, რომ აღარც აღებმიცემობა აღარ ახსოვთ და აღარც იარაღები. ყველაფერი დაივიწყეს აბსოლუტურად. ეგ ხო გრადაციულად თუ სწორად ამბობს. ეგრე მიყვება, რომ ჩვენ რო ეხა ყველა უერთოდ უკვდავები გავხდეთ, ნელ-ნელა დავივიწყებთ ტექნოლოგიურ წინსვლას, ნელ-ნელა ჩამოვიშლით ენას, ნელ-ნელა ჩამოვიშლით გრამატიკას, ნელ-ნელა იმ ყველაფერს დავაგრევთ და ვიქნებით პირველყოფილები ისევ. მაგის არგუმენტი მაქვს. ხო, გამოუშვა. არგუმენტი არის ეგეთი რა. საზოგადოება იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს. არსებობს იმიტომ, რომ ოდესღაც პირველყოფილმა ადამიანებმა გაიაზრეს, რომ მოკვდებოდნენ. შესაბამისად, ყველანაირად ცადეს, რომ გაიხანგრძლივებინათ ეს ყუდომის პროცესი. ეს ყუდომის პროცესის განხანგრძლივება იწვევდა მე რაღაც ტექნოლოგიურ წინსვლებს, რომ რაც ავირიდოთ თავიდან ყველაფერი ის, რამა შეიძლება მოკლას. აი თვითგადარჩენის. თვითგადარჩენის, ხო, ოღონდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც იაზრებს, რომ მოკვდება. ანუ განგრძობითი თვითგადარჩენის ინსტინქტი და არა ის კურდღელს რო აქ მელას რო დაინახავს. ანუ კურდღელი რო სოროშია და რო ფიქრობს, რომ მელა შეიძლება სადმე იყოს და მოდი ხაფანგს დავაგებ. აი ეგრე. და საზოგადოება სადაც ეგ სიკვდილი აღარ არსებობს, პირველყოფილობაში დაბრუნება აუცილებლად ცხოველი გახდება. ანუ შენ ამობ, რომ სიკვდილი ევოლუციურად იყო მიზეზი, რომ აქამდე მოვედით? ხო. სიკვდილი არა, სიკვდილის გააზრება, რომ მოკვდებით მაგას ხო, კი, ეგრე კი, სრულად. მოვკვდებით და ხო, უბრალოდ აი დიდი ნახტომები მე სადაც გავაკეთეთ ინდუსტრიული რევოლუცია, თუნდაც ქრისტიანობა სხვა შორის ეგ უდიდესი ნახტომია, ამერიკის რევოლუცია უდიდესი ნახტომია თლიანმა კონტექსტში და რაღაც მიგნევები ლიტერატურული და ფილოსოფიური. არის ის მაგ ლოგიკაში, ცი? ბიჭო, ქრისტიანობა რელიგია ზოგადად ნებისმიერი, იმიტომ რომ რელიგია ხომ მოიცავს სიკვდილის მერე ცხოვრების დაპირებას. ხო და მაშინ წესით თუ კულტურულად არ გაქვს მარტო გამზარი და თუ რწმენითად გაქვს, მაშინ ეგრე ძალიან არ უნდა ეგ რელიგია მაგ კონტექსტში უბრალოდ დამაბალანსებელ მექანიზმს თამაშობს, რომ ზედმეტად მწარედ არ ცადო, რომ სიკვდილის ყუდომის პროცესი გაახანგრძლივო. ეგ ძალიან არეული ახსნა. ხო. აი ბიოლოგიურად ვერ ხსნი მაგ ბიოლოგიურად არა. ანუ იმას აცლი რელიგიას ბირთვს და მარტო სოციალურ კონტექსტში. მის უბრალოდ რეალურად რელიგია ანუ სოციალურ კონტექსტში ხო სოციალურია. ინდივიდუალურ კონტექსტში სხვა რაღაცაა გავიგე. მართლა სხვა რაღაცაა და ამაში სხვა რაღაცაა მოგეს, მაგრამ სოციალურ კონტექსტში სოციალურობის ნაწილი აქვს მარტო რელიგიას რეალურად. ოკეი. ხო, არა, საინტერესოა კი. ხო, ის დიდი ნახტომებიც იმიტომ ხდება, რომ ვიღაცებს უბრალოდ ძალიან ჭკვიანებს აქვთ ის ელემენტი, რომ ცხენზე ამიშვი გამაქანე, ოღონდ თუ ფილოსოფიაში ზოგს ლიტერატურაში ზოგს იმაში ზოგს ამაში და გავიგეთ ეგ. მაგას ეკო გიგანტებს ეძახის, გიგანტების მხრებს. ხო. ეგ სხვა ამბავია საერთოდ. მაგრამ საზოგადოება რეალურად ამ ფორმით მაგიტოა. აქ ბორხეს მაგას გვეუბნება პირდაპირ. ანუ მაგის აღწერა თავიდან ბოლომდე, რომ საზოგადოება იმ ფორმით, ის საზოგადოება სადაც სიკვდილი არ არსებობს, აუცილებლად პირველყოფილ მდგომარეობამდე დაბრუნდება. და ის საზოგადოება, რომელიც ნატრობს უკვდავებას, არის საზოგადოება, რომელიც ცდილობს, რომ ყუდომის პროცესი გაახანგრძლივოს. აი ეს ფილოსოფოსებს რა თქმებინებს იქ. ოღონდ აი ესენი პირველყოფილები მაშინ ხდებიან, როცა მოკვდავ ტოვებენ იმ ქალაქს. და ეგ არ მოიაზრებს უკვდავობის რაღაც ელემენტის დათმობას. ვერ მივხვდი შეკითხვას. ან ნახე, შენ ხო იძახი, რომ სიკვდილის იდეას როცა ვიაზრე, ისა, როდესაც უკვდავები ხდებითო, მაშინ პირველყოფილობაში ბრუნდებითო. ხო და ეს უკვდავები, რომლებსაც დატოვეს ის ქალაქი და ეხა გამოქვაბულში ცხოვრობენ. რატო ცხოვრობენ იმ გამოქვაბულში? იმიტომ რომ უკვდავები არიან. ხო, მაგრამ მაშინ ქალაქი რა უნდა თქვა? უბრალოდ გარდამავალი ეტაპი იყო? ხო, ქალაქი არის ეს ეტაპი, სადაც უკვდავი ხდები. ნუ ქალაქში გახდი უკვდავი და ნელ-ნელა იმდენად გავიწყდება სიკვდილის ელემენტი და იმდენად გავიწყდება ეგ. ანუ ესენი გახდნენ თუ ანუ მე მგონი იმთავითვე მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ქალაქში რომც გახდე, ან რომც იყო, ანც გახდე. იგივე ქალაქში ხარ რა. პრობლემა არ არის და დაივიწყებ ქალაქის არსებობის შესახებ აუცილებლად. კაი, მაგაზე აქ წერია რომ ისო პირდაპირ არის ტირეზიასის წინასწარმეტყველებაზე რომ ის არიციანო. ეხლა ადამიანი, აი მოიცა,
ამ ყველაფერს ჰომეროსი ისე მიხსნიდა, როგორც ბავშვს უხსნიან ხოლმე. მიამბო, როგორი სიბერე ჰქონდა, გაიხსენა ულისეს დარად, როგორ უბიძგა სურვილმა სამოგზაუროდ წასულიყო. ეხილა ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ზღვარა იყო, ხორცს მარილს არ აყიდნენ და ვერც კი წარმოედგინათ ნიჩაბი რა უნდა ყოფილიყო. პირდაპირ ანუ გვეუბნება, რომ ამაზეა მოთხრობა და წერე ხა იმას რა ქვია. ანუ მან ხო არის რომ ტირეზიასი უნება რომ წადი მოუყევი იმ ხალხს ვინც არიციან მარილით რაღაცა ანუ ზღვა არ უნახავთ შესაბამისად ღმერთები არიციან რა ხილია წადი მოუყევი და ამ მოთხრობით მაგის შესახებ გვიყვება შესაბამისად ხო მაგრამ ფაქტია რომ საერთოდ თავდაყირა აყენებს ღმერთების კონცეფციას და გვეუბნება რომ რეალურად ის რო ჩაიკეტა ოდისეაში ფეაკელების კუნძულიდან გამოსვლის მერე კარიბჭე რო რაღაცა ჩაიდგა ეს ღმერთებს და ადამიანებს შორის ეგ აღმოჩნდა რეალურად პირიქით რომ ანუ რო კითხულობ მაგ ეპიზოდს გონია რომ всё დავრჩით ადამიანები აქეთ ღმერთები იქეთ და ის გეუბნება რომ ღმერთები აქეთ გადმოვიდნენ და ორივე აქეთ დავრჩით და ნუ პერსონაჟი შეყავს იმ ფეაკელების იმის ზღვრის იქეთ და მიახვედრებს რომ რაღა გინდა იქეთ რა იმიტომ რომ ისინიც აქეთ გადმოვიდნენო ხო და მან შემოდის პოსტმოდერნიზმი და აქ პირდაპირ მინიშნება არის ნახე ქალაქი კი არა პაროდია იყო აი გიორგი რო გვეუბნებოდა ჭკადუა გახსოვს ჩაწერა რომ მორჩით გითხრა რომ პოსტმოდერნიზმი არის პაროდიაო ანუ თუ შენ შიშველი ხარ გცხვენია მაგრამ შიშველი ადამიანის პაროდიას თუ აკეთებ აღარ გცხვენიაო ანუ პოსტმოდერნიზმი არის ირონია ოღონდ ირონია საკუთარ უძლურებაზე და რაღაცნაირ ისეთ მდგომარეობაზე საწყალ მდგომარეობაზე რა პირდაპირ გვეუბნება რომ პაროდია დარჩა იმ ქალაქისგან ხო შესაბამისად პოსტმოდერნიზმში ვარ შესულები და თუ შენ თავდაპირველად ნათქვამ ფრანკენშტაინს მოვიშველიებთ მაშინ იწყება პირდაპირ რომანტიზმით რომელიც სივრცის იდეაა რომელშიც სივრცის იდეა არის მთავარი და სივრცე რავი ქალაქზე კაი რა უნდა იყოს ან ბუნებაზე და უდაბნო არის, უდაბნო უნდა გაიარო, ანუ სივრცე უნდა გაიარო და ბოლოს მიდის სივრცემდე, სადაც რავი გულისრევა ემართება, ხო? და იძახის რომ ეს რა პაროდია, ეს ქალაქი კი არ არის და გამოატარებს პერსონაჟს იმაში რა ქვია. დაასრულებს პოსტმოდერნიზმში. ოღონდ საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ რა, ანუ თანამედროვე ადამიანზე რას ამბობს? რა კომენტარს აკეთებს? რაღაცა მოვიშველიეთ ესეები გავიგე მე არ არსებობსო განცდითად არისო მარტო უკვდავებაო კაი მაგრამ ნუ მაშინ იმ ესეებს წავიკითხავდით პირდაპირ ხო ეგეც რა მესმის აღ გიწერს რა ბიჭო იმაზე ქალაქზე ვიფიქრე რომ ანუ ტროვაში ხوار შედის რომელიც და აქილევსია ის კაცი რომ მოდის თავიდან და ეუბნება უკლების ქალაქს ვეძებო ეს აქილევსია. მე აქილევსაც წარმოვიდგინე. ოკეი. აქილევსია და ეძებს ტროას? ოღონდ აქილევსი უკვდავია? პირიქით მოკვდა. არა, ხომ არა, რანაირად ეძებს? იმიტომ რომ აქილევსისთვის ტროა იყო უკვდავების ქალაქი. ანუ სნეურად თქვი, შეიძლება ეხა ვიღაცამ იფიქროს ეს რა თქვა, პირიქით ტროაში მოკვდა აქილევსია, მაგრამ რეალურად ხო რა, განცდით მისთვის უკვე ქალაქი იყო. და სიკვდილის წინ უნდოდა რომ უკვდავების ქალაქში მისულიყო, იმიტომ რომკვდავების აქილევსმა იცის რომკვდავების ქალაქში იმ ქალაქში თუ მოკვდება, ტროაში თუ მოკვდება, უკვდავი იქნება. ხო. და მაგიტომ ეგონა აქილევსი მაგას რო ეძებდა რა და ხო ეს მერე ტროა გამოდის. თუ აი ის აქილევსი ეს ტროა გამოდის. ძალიან მაგარი ტროა არის ოღონდ. აი ამაზე იდეალური ტროა მე არ წარმოვიდგინე. ტროა რომლის გალავანით დატოვეს. გალავანი დატოვეს და რომელიც ანუ თანამედროვე ტროა აღწერილია, ტროა დღეს. ხო, კი ზუსტად. და მიტოვებულია. კი, და მან გადაობა ისე რომ ტროას გალავანთან ოდისევსმა ჰომეროსი დატოვა. ოდისევსმა ჰომეროსი. ხო, ჰომეროსი. და ის ძაღლის სახელი რო დაარქვა. ახ, ბიჭო, რა იდეალურად დაარქვა. ძალიან. მეტი რა გინდა ბიჭო, ჰომეროსს რო ოდისევსის ძაღლის სახელს დაარქვა. ტროა აღმოაჩინეს 1870-იანებში ხა ნახე და ეგეც ის არის რა ქვია ერთი რამდენი წლის მერე 70 წლით მერე 80 წლით მერე წერს ამ მოთხრობას რა და ისეც ემთხვევა რა ქვია ისტორიულადაც ემთხვევა რომ რავი
აგერ თვალით ხო ნახეთ, ეხლა ლიტერატურაში გეტყვით ჩვენებ ნამდვილ პროვას მეგობრები. ნამდვილ პროვას და არის ესეთი რომ აი რაც წავიკითხეთ როგორც აღწერს რა. სიმახინჯე რასაც ქვია რა. ხო. იმაზე იყო რა ქვია, ძალიან კაი მოთხრობა ბორხესის მოთხრობებში, ჩემი საყვარელი მოთხრობაა ეს და ეს არის რა ქვია. ჯერჯერობით მე რაც წამიკითხავს ბორხესი, ესეც ამან მოახერხა რომ ფავორიტი განხლანი. კი. ეს იყო რა ქვია. იმაზე მინდა კიდე. ფრაზას წავიკითხავ და მე ვიტყვი. ოდისეა ჰომეროსმა შექმნა, მაგრამ დროის უსაზღვრო სივრცეებში, გარემოთა უსრულ და განუზომელ მრავალფეროვნებაში, მას ოდესმე ვიღაც მაინც შექმნიდა. პიროვნებანი არ არსებულან. არსებობს მხოლოდ ერთი უკვდავი ყველა ადამიანი ერთდროულად. მე როგორც ასეთი არ ვარსებობ. პირდაპირ ისაა რა ქვია. ოღონდ აქ ეხა იმაზე რა ქვია, ცოტა ლიტერატურად მცოდნეობისკენ წავიყვანოთ, რომ ავტორსაც აქრობს და ყველა ავტორს აერთიანებს და თითქოს ყველა ავტორი არის რაღაცა ერთი მეტაავტორი, უბრალოდ რამდენი რაღაც ბევრი ხელი აქვს რა, აი ეგრე. და თან აკეთებს იმას რა ქვია, სამყაროზეც იგივე მოდელს რა და აქ ქონდა essay on the cult of books. იცი წუთი. და ამ essays იმაში რა ქვია, ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული გალილეო გალილეის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ ფილოსოფია არის დაწერილი დიდ წიგნად, რომელიც რაღაცა გადაშლილი არის ჩვენი თვალების წინ და ამ წიგნს ადარებს სამყაროს რა. და მე ესეში წერს, ანუ განიხილავს ისტორიას იმის შესახებ თავიდან რომ არ წერდნენ ავტორები ჰომეროსი, მოკაში და ზეპირ სიტყვერება და მე როდის იწყება წერა, ეს ჩაწერა და რაღაცა და წიგნს შენ რას თქვი დასაწყისში რომ ლიტერატურის რეალობა უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩვენი რეალობა. აი მაგას აკეთებს ზუსტად აქ, რომ ანუ სამყარო არის როგორც წიგნი რა. და აქაც რეალურად მაგას აკეთებს, იმიტომ რომ ერთი ამბავი არის, ერთი წიგნი არის, ანუ თითქოს და ეს მოთხრობაც შეგიძლია ჩასვა იმაში ოდისეაში, იმიტომ რომ მიწის ოდისეა თუ არის პირდაპირ მიაბამ. თან როგორ იწყება მოთხრობა ილიადაში ჩადებულია ხელნაწერი. ძალიან მარტივი ის არის, რა ქვია, დასაკავშირებელი მე ეგ. და ანუ მოკლედ უამრავი ის შეგიძლია, რა ქვია, ამ მოთხრობაზე ლიტერატურული რაღაცა თეორია ააგო და თან ადამიანურ კონტექსტშიც განიხილვა. ეგ არის ძალიან დიდი პლუსი ბორხესის, რომ ინტელექტუალურ სიღრმეს გაძლევს. აი უკიდეგანოს და თან ადამიანურ მოცემულობასაც გაძლევს. ოღონდ არ უნდა გაგექცეს იქეთ ინტელექტუალური იმისკენ. ძალიან ინტელექტუალური ავტორია, მაგრამ არ უნდა წაიყვანო ძალიან აკადემიური განხილვისკენ და ადამიანურიდან არ უნდა გაიყვანო. იმიტომ რომ კაცი პირდაპირ წეს რომ ვარდისფერი კედელი ვნახე და უკდავება ვიგზენიო. ეხლა ამაზე მეტი ავტორმა რა უნდა ქნას, ხო? ეგ არის რა, ბორხესი თუ ინტელექტუალურად წაიყვანე, იტყვი რომ ხო ის დროა, ხო ის ოდისეუსია და კაი შევეშვით. ხო, აუ რა მაგას აუკითხია ილიადა და ოდისეა და გადაათამაშა და ვა. მაგარია. და თუ არ გაჩერდი ორი წამი და არ მოვისუნთქე, არ თქვი რომ მოიცა ბიჭო აქ რა ხდება? გავიგეთ რომ ოდისეა გადაათამაშა, მაგრამ რაში დასჭირდა? ხო, რეალურად ეგ ხო მაგით მანდ იმას ამბობს, რომ პირველ რიგში ოდისეა არის უდიდესი ტექსტი, რომელიც შექმნილა. კი ბატონო. მაგას ამბობს თან და მე ამბობს რომ ოდისეა მაინც შეიქმნება და იმიტომ რომ ოდისეა მაინც იქმნება, მიუხედავად იმისა რომ ოდისეა შეიქმნა. ეგეც არის კიდე ერთი დეტალი, რაც მან აღნიშნავს რა. ძალიან ისე არა ქვია. მისი მოთხრობები ძალიან ინათესავება ერთმანეთს, იმიტომ რომ ეხლა რას თქვი მაგაზე გამახსენდა პიერ მენარი დონ კიხოტის ავტორი, სადაც პირდაპირ წერს რომ პიერ მენარმა დაწერა ტიპი დგება და წერს ზუსტად იგივენაირად, იგივე სიტყვებით, წერტილმძიმით დონ კიხოტს. და ნუ ბაბილონის ბიბლიოთეკა, სადაც ნუ ყველანაირი კომბინაციის სტილები დევს რა. ოდისეას დევს ხადია. ხო. მაგაზე მე ჩავწეროთ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგ სისტემა რაც აწყო მისით დაშალა და მაგაზე დავწერე ფინალური იმასთან, რა ქვია, ლექსუსთან. ხო. და კარგად მაქეგისა, რა ქვია. გილგამეშის დეტალებიც რო იყო ეგეც მომეწონა. აქ ის იყო, უთანაფიშთიზე იყო და მინაწერიც მაქვს აქ, რომ სამყაროს კიდეში რომ მიდის და ერთი ეგ იყო სამყაროს კიდეში რომ მიდის და მეორე ის იყო, რომ
ძილი და სიკვდილი იყო გატოლებული. აქ ეწერა რომ არ მეძინა უკვდავი რომ ვიყავიო და იქ უთანაფიშტი ეუნება რომ მიდი ეხა თუ ძილს დაამარცხებ მაშინ ვილაპარაკოთ უკვდავებაზე. და კიდე მან ხო ისა წარღვნა არ მომხდარა. წარღვნა არ მომხდარა. ხო, კი. წამაგერი ამბავი. ბიჭო, აიგეთ პატარა დეტალებს ჩაყრის. უბრალოდ რო აღიქვა მე რა ის იმ სამყაროს სისრულე რო შეიგზნო, რომელსაც გიქმნის, რომ მე უნდა გაჩვენო უკვდავების სიმახინჯე ეხა რა და რას გვიზავს საზოგადოებას ეგ უკვდავება. ამისთვის აუცილებელია რომ გაჩვენო წავიმძღვარო ყველა ის ფიგურა რომელიც უკვდავებასთან იყო შენთვის დაკავშირებული, ყველა ის ფიგურა რომელიც სიკვდილთან იყო შენთვის დაკავშირებული ინტელექტუალურად და ეს ყველაფერი დავიყვანო ადამიანურ დონეზე. და მე აღგაჩვენო ეგ არის მთავარი რომ მე არ გვაქვს მაგრამ კი შემოვიდა კარგად პიროვნებაში და რაღაცა შავღიტისგან ქვია ხო. კაი მოთხრობა იყო ხო? ძალიან კაი მოთხრობა, ძალიან და ვიცი, უეჭველი წასაკითხი ბურხესი არა ვიცი. ყველაზე კარგად ალბათ მოთხრობების საუკეთესო მწერალია. ალბათ კი არა ვიცი. ო, ნამდვილად ეკუთვნის ეგ ტიტული რომ საუკეთესო მწერალი მოთხრობის. და ნუ ერთი წინადადებით მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ჩემი აზრით მოთხრობა იმაზე, როგორ განვიცადოთ უკვდავება. ზუსტად. ყველაფერ სხვასთან ერთად, ყველაფერ რაღაცა ლიტერატურულ სიღრმეებთან, რაღაცა ინტელექტუალურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ასე შემდეგ კონტექსტებთან ადამიანურ დონეზე მარტივად ერთ წინადადებით არის, რომ გინდა უკვდავება, აბატონო წაიკითხე და მე თავი იმტრუია და თუ გამოხსნი, მე შენიცი შენი საქმის. მეც ეგრე შევაფასებ. ბორხესმა დაინახაკვდავება სანამ ხედავდა იქამდე. ზოგადად. ორივე უკვდავება დაინახა. მე-20 საუკუნის ჰომეროსი ორივე ბრმა იყო და აგერ ბატონო დადვა თუ დადვა? დადვა, ხო. ავიდით ხალხო. ქისაზე დაგვიდონატეთ თანხა, ზარეზღება გააქტიურეთ, გამოიწერეთ და კომენტარეთ და წიგნის საპატრონები კიდე არ გამოსცნენ ნერვებს გვიშლით ხალხო. არა და რამდენმა მოიწერა რომ აუნეტა მოვიგო ან პირადში მოიწერა. როგორ იყურება კონსტანტინე გამსახურე, იცის რომ არ მოაკითხავენ. მოდი ვანახოთ რა. მე დაგიტოვებ. აი ისე იყურება რომ არ წამიღებს ჩემი პატრონი მაინცოდა. ბარემ ამ კაცს რო სახში არ დაისვა. ხო. ამ კაცს. ეგ არის. კარგად ხალხო. ნახვამდის მეგობრებო.